მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ადამიანის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა დაშქარებული წესით ერთ საკითხს განვიხილავთ, ამიტომ გთხოვთ რომ კენჭი უყაროთ დღის წესრიგის დამტკიცება, რაც შეეხება ამ ერთ საკითხს, ეს არის პაკეტი, რომელიც ორი პროექტისგან შედგება, ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ. ვინ არის თანახმარო ამ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, მადლობა. კეთილი მოხსენებელი არის პარლამენტის წევრი ბატონი დავით მათიკაშვილი და ბატონო დავით, გთხოვთ მეორე მოსმენის წესით განვიხილოთ აღნიშნული ინიციატივა. გთხოვთ ტრიბუნასთან. შესავალი სიტყვა გსურთ თუ გადავიდეთ მოხმარებულ განხილვაზე? მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მეორე მოსმენით, ბატონო დავით, მეორე მოსმენით. მეორე მოსმენით. კი ბატონო, უკაცრავად. წინ გაუსწარი ბატონ თავმჯდომარე მოვლენებს, არავის დავბრუნდები ერთი მოსმენით უკან. მეორე მოსმენით ასევე მეორე კანონს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. კი ბატონო, დავიწყოთ. დავიწყოთ მაშინ პირველ რიგში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს განვიხილავთ. მუხლი პირველი. არ გამოცდია ცვლილება. მუხლი მეორე. მუხლი მეორე, როგორც ჩემს მიერ იქნა სესიაზე გაჟღერებული და ამ პირობით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმა, გარდამავალი დებულება აისახა კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდგომ ეს კანონი მოქმედებს იმ სარჩელებზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდგომ იქნება შეტანილი. კეთილი, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა და ვიზიარებთ, ხომ არ არის შენიშვნა მოსაზრებები კოლეგების მხრიდან, არ არის. კეთილი, ორივე მუხლის ვიმსჯელეთ და მეორე ინიციატივაზე გადავიდეთ, ეს არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. არ განოცდია ცვლილება. მუხლი მეორე. ანალოგიურად წინა კანონპროექტისა აქაც იქნა გარდამავალი დებულება ასახული კანონპროექტში, რა პირობითაც იქნა მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კონკრეტული კანონპროექტისა, სადაც ასევე განსაზღვრულია, რომ სარჩელები და ვადები არის განსაზღვრული ამ კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, რა რეალობაც დგება სიცხის სამართლის და ცილისწამების საქმეებზე არსებულ სამოქალაქო დაავადებთან მიმართებით. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო დავით, შენიშვნა მოსაზრებები, კითხვები ხომ არ აქვს, მაშინ მე შემიძლია რომ დღის წესრიგზე დავაყენო ეს საკითხი, ვინაიდან იგი უკვე განხილული არის და გთხოვთ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ პროექტებს, რომელიც ორი კანონის პროექტისგან შედგება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ერთიანად უყაროთ კენჭი. ერთხმად არის ხარდაჭერილი, ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის.